გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი. მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. გაზაფხული და ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები. რამდენად მართებულია ვიტამინების დამატებითი მიღება და რა წარმოადგენს რეალურ საფუძველს იმუნური სტატუსის გასამყარებლად. გაზაფხული ბუნების გაღვიძების პერიოდია, თუმცა ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, ეს დრო გარკვეულ ადაპტაციას უკავშირდება. სეზონის ცვლილებასთან ერთად იცვლება ტემპერატურა, დღის ხანგრძლივობა, კვების რაციონი და გარემო პირობები, ფაქტორები, რომლებიც ბავშვთა იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას. სწორედ გაზაფხულზე მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვები უფრო ადვილად ცივდებიან, უჩნდებათ ალერგიული სიმპტომები ან სწრაფად იღლებიან. სპეციალისტები ამას ნაწილობრივ ზამთრის შემდეგ ორგანიზმის გადაღლას, ვიტამინების დეფიციტსა და გარემო ალერგენების მატებას უკავშირდებენ. როგორ იცვლება ბავშვთა იმუნიტეტი სეზონებს შორის გარდამავალ პერიოდში, რა უწყობს ხელს მის გახანგრძლივებას და რა ასუსტებს მას. ნახოთ ამ თემაზე მომზადებული ვიდეო. გაზაფხული ბავშვებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. სეზონის ცვლილებასთან ერთად იმუნური სისტემა ერგება ახალ გარემოს, აქტიურდება ალერგენები და იზრდება ინფექციების განვითარების რისკი. ამიტომ მშობლებისთვის პრაქტიკული და გასაგები რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვის მენიუ გაამდიდრეთ სეზონური ბოსტნეულითა და ხილით, ცილებით, ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და რძის პროდუქტებით. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ დ-ვიტამინს. გაზაფხულზე მისი დეფიციტი ხშირია. მზეზე ყოფნა, მაგრამ ზომიერად. სუფთა ჰაერზე თამაში აუცილებელია, თუმცა დღის შუა პერიოდში მზის აქტივობა მატულობს. გამოიყენეთ ქუდი და საჭიროების შემთხვევაში მზისგან დამცავი საშუალებები. აკონტროლეთ ალერგიის ნიშნები. გაზაფხული ალერგიების სეზონია. თუ ბავშვს აქვს ცემინება, ცხვირის ქავილი, თვალების სიწითლე ან ხველა, დროულად მიმართეთ ექიმს. რაც შეეხება ინფექციების პრევენციას, ასწავლეთ ბავშვს ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენა. საკმარისი სითხე და ფიზიკური აქტივობა. გაზაფხულზე აქტიურობა იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის რეგულარული მიღება. დღის გახანგრძლივებასთან ერთად ბავშვებს ხშირად ერღვევა ძილის რეჟიმი. საკმარისი ძილი კი იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გაზაფხული კარგი დროა პედიატრებთან გეგმიური ვიზიტისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვს აქვს ალერგია, ქრონიკული დაღლილობა ან ხშირი ინფექციები. სჭირდება თუ არა ბავშვს დამატებითი ვიტამინები გაზაფხულზე და როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ადაპტაციაში. ამ თემაზე სასაუბროთ პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი მოვიწიეთ. გამარჯობა მაია, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. საკმაოდ აქტუალურ თემას ვეხებით. მაია, ძალიან საინტერესოა მაგალითად რა ხდება ბავშვების იმუნურ სისტემაში ამ გარდამავალ პერიოდში, როგორც ვახსენებთ, როგორც მე ვახსენე შესავალში და ასევე სიუჟეტიდან გამომდინარე. საინტერესო არის ამ დროს ზამთრიდან გაზაფხულზე მიუხედავად იმისა, რომ არ გვიწყობს ამინდი ხელს და საკმაოდ ციცივია, მაგრამ მაინც ალბათ ერთ-ერთი ფაქტორიც ეს იქნება, ხო? რას უნდა მივაქციოთ ზოგადად ყურადღება და რა ცვლილებებია ბავშვის იმუნურ სისტემაში აი ამ გარდამავალ პერიოდებში? დიდი მადლობა მოწვევისთვის დიანა. მართლაც გაზაფხულზე იმუნიტეტსაც ისევე როგორც ბუნებას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გაზაფხულზე იმუნური სისტემა სუსტდება. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, უფრო სწორი იქნება ალბათ, რომ ხდება გაზაფხულზე იმუნური სისტემის გადაწყობა. ვინაიდან იმუნური სისტემა არის მზარდი ორგანიზმი, ასე ვთქვათ, და ის მუდმივად სწავლობს ახალ ინფექციებს და სწავლობს მათთან გამკლავების გზებს. ეხლა რა თავისებურებები არის გაზაფხულზე და რატომ არის გარკვეული მშობლების განგაში, რომ ბავშვები უფრო ადვილად ხდებიან ავად. როგორც ვიცით, გაზაფხულის პერიოდში არის ძალიან ცვალებადი ამინდი. დილით შეიძლება იყოს მზე, შუადღეზე გაწვიმდეს, ხამით გაწვიმდეს. სხვადასხვა ამინდი იყოს ერთ დღეში. სხვადასხვა ამინდი იყოს და ასევე ძალიან დიდია სხვაობა დღისა და ღამის ტემპერატურას შორის. ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ ხშირად ბავშვები შეიძლება გადახურდნენ ან გადაცივდნენ, თუ მათ არ აცვიათ ადეკვატურად შესაბამისად. ასევე ნაკლებია ინსოლაცია,
რაც განაპირობებს D ვიტამინის დეფიციტს და ხშირად D ვიტამინის დეფიციტი არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ ბავშვს აქვს იმუნოდეფიციტური გამოვლინებები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გაზაფხულზე, რომ ბავშვები უფრო მეტად არიან დახურულ სივრცეებში. ისინი პარკებში, ეზოებში ნაკლებ დროს ატარებენ და ესეც მჭიდრო კონტაქტების ერთ-ერთი ფაქტორია მაპროვოცირებელი. ერთ-ერთი მაპროვოცირებელი და ტრიგერია შეიძლება ითქვას. ასევე კვების რეჟიმი. გაზაფხულზე ჩვენ ნაკლები ხილი გვაქვს, ნაკლები სეზონური ორგანიზმი გვაქვს და ამიტომ ეს ყველაფერი გარკვეულ ვიტამინების და მიკრონუტრიენტების დეფიციტს წარმოშობს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ ახსენეთ ვიდეოში, რომ წვავდება ალერგიული დაავადებები და ხშირად ჩვენ გვიხდება დიფერენციული დიაგნოზის გატარება, ეს кейსი არის ალერგია თუ ჭეშმარიტად ინფექცია. განსხვავებაც არის საჭირო, ხო, თქვენ როგორც პედიატრი აუცილებლად ეტყვით მაგალითად მაგის შესახებაც ვისაუბრებთ. აი ზუსტად ეხლა შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, გავშალოთ თემა, იმიტომ რომ მართლაც ალერგიული სეზონი არის, მოდის უფრო სწორად, ხო, ალერგიული სეზონი. ხშირად ყვავილობა იწყება ძალიან ეშლებათ ხოლმე. სცენარის ყვავილების ყვავილობა ასევე, როდესაც ბავშვები სახლში ატარებენ მეტ დროს, იქ შეიძლება იყოს ობისოკო, ოთახის მტვერი და ეს ყველა ბავშვები, რომელთაც აქვთ ალერგია, ვთქვათ, ოთახის მტვერზე, ან რომელიმე პოლინოზი, რომელიმე მცენარეზე. ასეთ შემთხვევაში ხდება αλერგიის გამწვავება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ ალერგია და ვირუსი ერთმანეთისგან. როგორც წესი ალერგიის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის შეცვლილი, ბავშვი არ არის ტოქსიური, არ არის მოდუნებული, ის აქტიურია, თამაშობს. ასევე სიცხე არ აქვს მას, ძალიან ალერგიას არ ახასიათებს. ალერგიას არ ახასიათებს ცხელება ინფექციისთვის. პირველ 3 დღეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ცხელება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სეკრეტის ფერი. ცხვირიდან გამონადენი ალერგიების დროს ყოველთვის არის თეთრი, გამჭვირვალე, ხოლო ინფექციების დროს არის როგორც წესი მოყვითალო, მომწვანო ფერის და ესეც დამახასიათებელია თავისი ნიშნები. დამახასიათებელია ამ ნიშნებით ჩვენ უნდა განვასხვაოთ, ეს არის ალერგია თუ ინფექცია. ასევე ისტორია, პაციენტის ისტორია, თუ მას აქვს ალერგიული დაავადებები, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის გამწვავება ამ დაავადების. გასაგებია. ამაია ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ჩემს აზრით დავაფიქსირებ ამ თემასთან დაკავშირებით ვიტამინებთან, ვიტამინებზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ისევ და ისევ უბრუნდებით მნიშვნელოვან თემას, ანუ ზამთარში ჩვენი იმუნიტეტი არის დასუსტებული, ვერ ვიკვებებით ალბათ შესაბამისად, იმიტომ რომ არ გვაქვს მაგალითად ის ხილი და დამატებითი, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება და მშობლები აი იმედი არ მიწყენს მშობლები არ მიწყენენ, ანუ გჭირდება D ვიტამინის მიღება. ანუ კულტურა მაგალითად შეიძლება შევადაროთ ეს წყლის დალევის კულტურასთან, იმიტომ რომ წყლის დალევასაც აქვს თავისი კულტურა, იმიტომ რომ ის ზომიერად უნდა მივიღოთ და რამდენიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. კილოგრამ წონაზე გადაანგარიშები. იგივე და ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც არის ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, ამ შემთხვევაში D ვიტამინის მიღება. მაგალითად დავიწყოთ თავიდან, თქვენ როგორც პროფესიონალი რას მიიჩნევთ და როგორ არის მართებული კონკრეტულად D ვიტამინის და შემდეგ თუ ჩათვლით საჭიროდ ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, რაც რა თქმა უნდა თუ გჭირდება, D ვიტამინის სწორი მიღება, რომ არ ვავნოთ ჩვენს თავს. დიახ. იმუნიტეტის ფორმირებაში ყველაზე მთავარი არის ცილა. დიახ. ამას გვერდს პირველი ადგილი აქვს ცილას, ვინაიდან ორგანიზმის ზრდა განვითარება, მისი ფიზიკური განვითარება მიმდინარეობს ცილის ხარჯზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლასტიკური მასალაა ორგანიზმის ზრდისთვის. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმუნური სხეული, ანტისხეული იმუნოგლობულინები გახლავთ ცილოვანი ბუნების. ამიტომ ცილა, პროტეინი არის ნომერ პირველი. შემდეგ მეორე ადგილზე დგას ვიტამინი D. ვიტამინი D იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალშობილს დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირიდან ეძლევა D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა, რომელიც გრძელდება 2 წლამდე ასაკში. და ეს დოზა დაახლოებით შეადგენს 800-1000 საერთაშორისო ერთეულს. შემდეგ ასაკში უკვე 2 წლის ზემოთ
დ-ვიტამინი უნდა მივცეთ სეზონურად. როდესაც მზენაკლებია, ანუ ზაფხულში თავი შევიკავოთ თუ ზაფხულში თავს შევიკავებთ? შევიკავებთ, ოღონდ გარდა არის გამონაკლისი. თუ არის დ-ვიტამინის დეფიციტი. როგორც წესი, ნოემბრის თვიდან ვიწყებთ დ-ვიტამინის მიღებას ისევ საპროფილაქტიკო დოზის და შემდეგ ვასრულებთ მაისის თვეში ან აპრილის თვეში იმის მიხედვით, როგორი ამინდები გვაქვს. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ეჭვი დ-ვიტამინის ნაკლებობაზე და აუცილებლად ბავშვს გავუკეთოთ ანალიზი. რას უნდა მიაქციოს ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ადვილად დაღლილობას, უმადობას, უხასიათობას, ჩაძინების პრობლემებს, ხშირ ავადობას, წონაში მატების შეჩერებას, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიებს, ტკივილებს, ძვლებსა და სახსრებში. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ხომ არ არის დ-ვიტამინის და სხვა მინერალების დეფიციტი, იმიტომ რომ დ-ვიტამინთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რკინა, ფერიტინი, თუთია, ვიტამინი B12, A ვიტამინი და C ვიტამინი. კომპლექსია ეს ყველაფერი განაპირობებს იმუნიტეტს. მე საერთოდ რეკომენდაციას მივცემდი ჩვენს მშობლებს, რომ პროფილაქტიკური ჩეკაპები ჩაუტარონ თავიანთ შვილებს და წელიწადში ერთხელ აი ეს ზემოთ ჩამოთვლილი კვლევები ჩაუტარონ და უკვე ჩვენ შევარჩევთ დოზას, საპროფილაქტიკო დოზა უნდა მივცეთ პაციენტს თუ სამკურნალო დოზა ჭირდება, იმიტომ რომ ხანდახან საპროფილაქტიკო დოზა საკმარისი არ არის და გვიხდება დოზის გაორმაგება და ეს არის მართებული, რომ დ-ვიტამინის დანაკლისი შევავსოთ. ძალიან მნიშვნელოვანია დ-ვიტამინი, იმიტომ რომ ის არის არა მხოლოდ ვიტამინი, არამედ მისი თვისებები ჰორმონს უახლოვდება და მისი დეფიციტი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ალერგიული დაავადებების, გულსიზაფრთა დაავადებების, იგივე სიმსუქნის, ძილის რიტმის დარღვევის და სხვა ბევრი პათოლოგიური ასტაბილურებს ერთი სიტყვით მთლიანად ორგანიზმში იმას, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. მაგრამ ხაზგასმით აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გავიგოთ დ-ვიტამინი რამდენი გვაქვს აუცილებლად, სისხლის საერთო ანალიზი, თუმცა ამ ანალიზში დ-ვიტამინი არ ჩანს. დ-ვიტამინი ხდება ცალკე, ან ვაკეთებთ ცალკე დ-ვიტამინს, ან ვაკეთებთ მინერალების პროფილს, რომელშიც შედის ასევე მაგნიუმი, კალციუმი და თუთია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტები. ნებისმიერ გადაცემაში ვცდილობთ, რომ ანუ ხაზგასმით ვთქვათ, რომ ნებისმიერი მედიკამენტი იყვნენ ყურადღებით რა თქმა უნდა და ნებისმიერი მედიკამენტი მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ უნდა მივიღოთ. თვითნებურად ნებისმიერი ვიტამინის მიცემა, თუნდაც დ-ვიტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე ნამდვილად არის მიუღებელი. ძალიან საინტერესოა, ანუ უფრო ვრცლად რო ვისაუბროთ პირამიდა, კვების პირამიდასთან დაკავშირებით, მოდით დავიწყოთ უფრო პატარა ასაკის ბავშვებში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდი არის ჩემი აზრით, როდესაც გვესმის, რომ თუნდაც ეს მედიკამენტი მე მომიხდა და შეთვისაც კარგია, ამ საკვებს ბავშვს ვაძლევდი და მოდი შენც ეს, ანუ მოდი შევთანხმდეთ, რომ თქვათ, რომ მშობელი არ უშვებს შეცდომას, მშობელმა შეიძლება რაღაცა არ იცოდეს, მაგრამ ამისთვის არის ექიმი და ექიმის კონსულტაციის მიხედვით აუცილებლად, როდესაც ბავშვის დათვალიერება ხდება, ხო? თქვენთან როდესაც მოდის პაციენტი, თქვენ ბავშვს ათვალიერებთ, შემდეგ უშუალოდ ალბათ თუ რამე მეშლება შეგიძლიათ რომ შემისწოროთ, მშობელთან გაქვთ უშუალოდ კონსულტაცია, ანუ როგორ ძინავს, როგორ იკვებება, რაზე ამბობს უარს და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი პრობლემა რაში არის, ნახეთ, კითხვარაში მდგომარეობს. როდესაც მშობელი გეუბნებათ, რომ აი ამას მიირთმევს და უყვარს და აი ეს არ უყვარს. ამ პრობლემის გადაჭრა როგორ ხდება? დიახ, სხვათა შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. როდესაც საუბრობთ ბავშვთა კვებაზე, როგორც წესი ვიწყებთ ხოლმე 0 ასაკიდან და ექსკლუზიურად ზუგზუთი კვება არის შეუცვლელი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუნდაც იგივე იმუნური სისტემისთვის და ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის და მეორე საკითხი, რომ დროულად იქნას შეტანილი დამატებითი საკვები. პირველი საკვები შედის როგორც წესი 6 თვის ასაკიდან, ან შეიძლება უფრო ადრე თუ არის ამის ჩვენება,
5 თვიდან და ის წარმოადგენს სხვადასხვა სახის ბოსტნეულს, განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ამ ბოსტნეულს გოგრა ენიჭება უპირატესობა. შემდეგ როგორც წესი თანდათანობითი და ნელ-ნელი დამატებით და ნელ-ნელა დამატებით და შემდეგ უკვე გადავდივართ ფაფაზე, იმიტომ რომ მარცვლეული არის აუცილებელი ბავშვებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ 7.5-8 თვიდან ბავშვმა მიიღოს პროტეინები და ხორცი არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის შეუცვლელია კონსულტაციების დროს ჩვენ ვაკეთებთ დიახ შეუცვლელია ვინაიდან ამინომჟავები თუ პაციენტმა და ბავშვმა არ მიიღო გარედან ორგანიზმში მისი წარმოქმნა არ ხდება ნახშირწყალი და ცხიმი წარმოიქმნება მაგრამ პროტეინის წარმოქმნა ამინომჟავების გარეშე არ მოხდება ეხლა ძალიან ხშირად გვესმის რომ და შემდეგ უკვე ვამატებთ ხილს და სხვადასხვა პროდუქტებს იგივე ავოკადო იქნება ზეითუნისეთი და ასე შემდეგ თევზი ისეთი ცხიმებია რომელიც აუცილებლად ჭირდება ჩვენს ორგანიზმს ძალიან მნიშვნელოვანია უჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 იმიტომ რომ ეს არის შეუცვლელი ასევე ცილის შემდეგ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ კვების რუტინა ჩამოუყალიბოთ ბავშვს ხშირად გვესმის მშობლებიდან რომ აი უყვარს ტკბილეული უყვარს სოსისი ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მშობელი არის დამნაშავე ბრჭყალებში რომ ამ პროდუქტებს აწვდის თვითონ ბავშვს ჩვენ ვყიდულობთ თვითონ ყიდულობს და თვითონ აწვდის ბავშვს აუცილებელია ბავშვი მივაჩვიოთ ოჯახთან სადილის მირთმევას და გავხადოთ მონაწილე ამ სადილის გამზადების. ასეთ შემთხვევაში ეს თამაშის ხასიათი თუ ექნება ამას, უკვე ნაკლებად გვექნება პროდუქტები, რომელიც ბავშვს არ უყვარს, რომელსაც ბავშვი არ მიირთმევს და კვება იქნება სრულფასოვანი. მიბაძველობა აქვს, ანუ რა თქმა უნდა, ის თუ ჭამს მე შევჭამ. ის არის სრულუფლებიანი წევრი და მას აქვს პასუხისმგებლობა და თუ ოჯახის სხვა წევრები მიირთმევენ ჩვეულებრივად სადილს, მან არ უნდა მოითხოვოს ამ დროს მაკდონალდსში წასვლა. რა თქმა უნდა, ნუ ფასტ ფუდებზეც ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველამ ვიცით, რომ მესმის, რომ გემრიელია. მესმის, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის, რომ გემრიელია, მაგრამ ამ გემრიელობის უკან იმალება, ნუ ჯანმრთელობისთვის ძალიან ზიანს ვაყენებთ, გასაგებია, მაგრამ ანუ ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, არ მხოლოდ პატარებისთვის, ანუ არავისთვის არ შეიძლება და ისევ გაზიანი სასმელების, ანუ რითი შევცვალოთ გასაგებია, მხოლოდ ალტერნატივა წყალით და როგორც წესი, ნაკლებად ხდება ახლა კომპოტები უკვე აღარ არის ისეთი პოპულარული, მით უმეტეს დაშაქრული. აუცილებლად ბავშვს უნდა მივაწოდოთ წვენის სახით ახალდაწურული ხილის წვენი, მაგრამ აუცილებლად წყლით გაზავებული. თანაბრად უნდა გავაზავოთ წყლით. ერთ-ერთზე. ერთ-ერთზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისე რატო არ შეიძლება მთლიანად რო იყოს? იმიტომ რომ არის კონცენტრირებულია ყველა ხილი და ყველა ბოსტნეული შეიცავს შაქარს და რომ დავწიოთ მისი კონცენტრაცია, სწორედ ამიტომ არის რომ ვამატებთ წყალს. კომპოტები ნაკლებად, ვინაიდან თერმული დამუშავების დროს მასში უკვე ვიტამინები იმდენი აღარ არის, როგორც ახალგამოწორულ ხილის წვენში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრინციპში თუ მაგალითად თუ კი არა და ანუ შედის ნებისმიერ ხილში ის ესე ვთქვათ დოზა შაქრის შესაბამისად არ ჭირდება. არ ჭირდება შაქრის დამატება. არ შოკოლადი მით უმეტეს, ხო? დიახ, არც შოკოლადი და ჩვენ როდესაც ვიწყებთ დამატებით კვებას, ყოველთვის ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ფაფებს არ დავამატოთ არც სადილს, არ დავამატოთ არც შაქარი და არც მარილი. ქალბატონ მაია, თქვენ ისე როგორ ფიქრობთ მაგალითად თქვენს პაციენტებს რას ურჩევთ მშობლებს, როდესაც მაგალითად ბავშვი მოყავთ და შეიძლება შეგეკითხონ რომ რა საკიდან შეიძლება მაგალითად რომ მივაწოდოთ შაქარი. ანუ თუ ბავშვს უნდა მაგალითად ნამცხვრის რაღაცა ნაჭერი. ის რომ საერთოდ არ გავასინჯოდეს საკმაოდ დიდი სტრესია და ახლა უნდა იცოდეს ხო რაღაცა საკიდან ამას შეიძლება ვთქვათ რაღაც გარკვეული ჯილდოს ხასიათი ქონდეს და კვირაში ერთხელ ვთქვათ მან მიირთვას იგივე ნამცხვარი, მაგრამ არანაირად არა კრემიანი ნამცხვარი, უპირატესობა ენიჭება კექსებს, ესეთ
იმას, რა ქვია, ნამცხრებს, რომელიც არ შეიცავს დიახ. კრემს და არის ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ ნაყიდი ნაკლებად მივაწოთოთ და ვეცადოთ, რომ სახლში დავამზადოთ. და ანუ გვერდს ვერაულით, ქალბატონო მაია, დღეს არის იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე. და თქვენ როგორც პედიატრი მინდა ვთქვათ, რომ ანუ მედიკამენტებზე მინდა რომ გადავიდეთ, ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის, მაგრამ იშვიათი დაავადებების მსოფლიო თვესთან დაკავშირებით მინდა რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგალითად ნებისმიერ მშობელს, რა დოზით, როგორ რა უნდა იცოდეს ის მთავარი მესიჯი რა არის იშვიათ დაავადებებზე რომ არ შევიდეთ შეცდომაში და ვიყოთ ცნობა იყოს დროული ეს არის სწორედ ვიყოთ ინფორმირებულები დიახ იმიტომ რომ არის ზოგიერთი იშვიათი დაავადება როდესაც მხოლოდ დიეტის დაწყება საფრთხილად აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას. ეხლა რა არის იშვიათი დაავადებები? სხვადასხვა რეგიონისთვის არის განსხვავებული დეფინიცია ამ დაავადებების. მაგალითად, ევროპის რეგიონში თვლიან, რომ თუ 2000 ადამიანზე ერთი ნოზოლოგია გვხდება, ანუ ერთი кейსი გვხდება, ეს არის იშვიათი დაავადება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისინი თვლიან, რომ თუ ქვეყანაში არის 200,000 შემთხვევაზე ნაკლები, ეს უკვე არის იშვიათი დაავადება. ეხლა რას ნიშნავს იშვიათი დაავადება? ის ძალიან გავს ჩვეულებრივ ბანალურ დაავადებას, მაგრამ მას ახასიათებს გახანგრძლივება და როგორც წესი სტანდარტულ მკურნალობას არ ექვემდებარება. ანუ, როდესაც ჩვენ ვთქვათ, ვატარებთ ცხელების მკურნალობას, ან ვატარებთ დიარეის მკურნალობას და გაიდლაინი და პროტოკოლით, რა თქმა უნდა, სწორად და ვერ ვიღებთ შედეგს, ასეთ დროს ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ხო არ არის რაიმე ატიპური მსვლელობა, ხო არ არის იშვიათი დაავადება. იშვიათი დაავადების პრევენცია, როგორც წესი, იწყება დაბადებისთანავე, როდესაც ჩვენ გვაქვს სკრინინგები სხვადასხვა დაავადებებზე, ჩვენს ქვეყანაში არის რამოდენიმე დაავადების სკრინინგი, ვთქვათ, იგივე მუკოვისციდოზის, ანუ კისტური ფიბროზის, არის, ვთქვათ, ფენილკეტონურიაზე ანალოგიური, მაგრამ არის ზოგიერთი ქვეყნები, რომლებიც დაახლოებით 50-დან 100-მდე იშვიათ დაავადებაზე ატარებენ სკრინინგს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა არის მთავარი? თუ დაავადება არ ეტევა რომელიმე ნოზოლოგიის ჩარჩოებში, ასეთ დროს როგორც წესი უნდა მოხდეს მულტიდისციპლინარულად მისი შესწავლა. პროცესში უნდა ჩაერთონ გენეტიკოსი, იმუნოლოგი, ნევროლოგი, დიახ, და გუნდმა უნდა გადაწყვიტოს რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ღრმა ლაბორატორიული კვლევები, გენეტიკური კვლევები, ასევე ინსტრუმენტული, მაღალი დონის ინსტრუმენტული კვლევები, MRT და კომპიუტერული ტომოგრაფია და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა. საბედნიეროდ ჩვენს საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა იშვიათი დაავადების მართვისათვის. გვაქვს ეს ფუფუნება. დიახ, გვაქვს ეს ფუფუნება, რომელიც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ დროულად შეგვიწყობს ხელს, რომ ამოვიცნოთ ეს დაავადება. დავნიშნოთ დროულად დიეტა, დავნიშნოთ მკურნალობა. ძალიან კარგი. ეს მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა პაციენტებმა. ძალიან კარგი ინფორმაცია იყო. მაია, ძალიან ხშირად დასმული შეკითხვა არის, ანუ ბავშვი ხშირად მაგალითად პირობითად ავიღოთ წელიწადში ცივდება 4-ჯერ, 5-ჯერ და მეტ. ხშირად მოავადე ბავშვი, ესე ვთქვათ. მაშინ კითხვა მდგომარეობს ესეთი. რამდენჯერ უნდა ჭყალებში, ალბათ გამიგებთ რატომაც უნდა ცივდებოდეს ბავშვი. ანუ როდის არ უნდა შეეშინდეს მშობელს, რომ აი გაცივდა და ნახეთ, ეხა ჩვეულებრივად როგორც მშობლები ფიქრობენ, მაშინ ესე გადმოვცემ ამ აზრს და უკვე მე თქვენ შეგვისწორეთ, ხო? იმიტომ რომ აი რაღაცა ჭირს ბავშვს, მაგალითად თვეში ერთხელ ცივდება. ეხლა ვიცით, რომ ანუ იანვრის და თებერვლის შუა რიცხვებამდე იყო აფეთქება პიკი და ყველა ბავშვს სხვადასხვანაირად გადაქონდა, ხო? კი. მაგრამ ეს როგორც უკვე თქვეს, დაიწია და თითქმის აღარ არის, ხო? ზოგს ძალიან მაღალი ცხელება ჰქონდა, ზოგს მხოლოდ ცხვირიდან გამონადენი და ყველას ბავშვს ერთ სიტყვით სხვადასხვანაირად გადაქონდათ. მაგრამ მთავარი კითხვა არის, რამდენჯერ უნდა ცივდებოდეს ბავშვი, ანუ მშვიდად იყოს მშობელი, რომ ანუ იმუნიტეტისთვისაც ეს ხო კარგი არის და იმიტომ აი მედიკამენტებზე იმიტომ მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, რომ აუცილებლად შემდეგ თვლის მშობელი
მცდებელი, რომ ანუ გადასხმა ურჩევნია და შემდეგ სხვადასხვა მედიკამენტებზეც რო ვისაუბროთ. ძალიან კარგი შეკითხვაა დიანა, იმიტომ რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რა შემთხვევაში ატეხონ განგაში და რა შემთხვევაში მივიტანოთ ეჭვი იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაზე. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ავადობის მაჩვენებელი არის განსხვავებული. მაგალითად, 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც წესი, უფრო ნაკლებს ავადმყოფობენ, ვიდრე სკოლამდელი ასაკის ბავშვები. და ასეთ ასაკში 6-8 ეპიზოდი წლის განმავლობაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აბსოლუტურად საგანგაშო არ არის, მაგრამ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვს არ უნდა ქონდეს გართულებები, ოტიტი და პნევმონია, 4 ოტიტი და 2 პნევმონია წელიწადში, არ უნდა ჭირდებოდეს ანტიბიოტიკოთერაპია, ასევე სტაციონარული მკურნალობა, მისი მკურნალობა უნდა შევძლოთ ბინაზე, არ უნდა ჭირდებოდეს ანტიბიოტიკოთერაპია, როგორც ვთქვით, და არ უნდა ახდენდეს ეს ავადობა გავლენას მის ზრდა განვითარებაზე. ანუ არ უნდა იყოს წონაში და სიმაღლეში ჩამორჩენა. შეფერხება არ უნდა იყოს. 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები, მით უმეტეს თუ მათ ყავთ უფროსი და-ძმები, რომლებიც დადიან სკოლასა და საბავშვო ბაღში. მათ ყოველთვის შეუძლიათ გახდნენ ინფექციის წყაროები და მოუტანონ, ასე ვთქვათ, პატარა ინფექცია. შემდეგ ასაკში 1-დან 5 წლამდე როგორც წესი, ნორმად ითვლება 8-დან 12-მდე ავადობა წლის განმავლობაში, რას ნიშნავს ეს? ყველა თვეში შეიძლება ბავშვი იყოს ავად, მაგრამ იმდენად მსუბუქად გარდაჰქონდეს ეს ინფექცია, ჭირდებოდეს მხოლოდ სიმპტომური საშუალებები და ეს მდგომარეობაც, რა თქმა უნდა, არ იქნება საგანგაშო. შემდეგ ასაკში, უკვე სასკოლო ასაკში 6-დან თინეიჯერობამდე, როგორც წესი, მაქსიმალური ავადობა შეიძლება იყოს 4-6 და ესეც არის, მაგრამ თინეიჯერებში უკვე თავს იჩენს სულ სხვა დაავადებები. პროვოცირებელი ფაქტორები სხვა არის, ეს ცალკე, რა თქმა უნდა, თემა არის კიდევ და თუ არის ეს მაჩვენებლები, ჩვენ რა თქმა უნდა, არც იმუნოლოგიურ კვლევებს ვატარებთ და მით უმეტეს თუ ჩვენ ყოველთვის, როდესაც არის მწვავე ინფექცია, ყოველთვის ვატარებთ სისხლის საერთო ანალიზის კვლევას, ეს არის მინიმალური კვლევა და თუ იქ არ არის სერიოზული ცვლილებები, ანუ ბავშვს აქვს ნორმალური მაჩვენებლები წითელი სისხლის, ვთქვათ, არის მსუბუქი ლიმფოციტოზი ან მსუბუქი ნეიტროფილოზი, ეს არ არის განგაშის საფუძველი. მაგრამ ოქროს სტანდარტი, რასაც შეიძლება რომ თავი ავარიდოთ ამ მსუბუქად ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში მოვიდეს, ესე ვთქვათ, და გაატაროს ჩვენს ორგანიზმმა და წავიდეს, ეს არის ვაქცინაცია. ვაქცინაცია, რა თქმა უნდა. შეუცვლელი არის. პირველი არის ძუძუთი კვება, მეორე არის ვაქცინაცია. და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველთვის პირველი 6 თვე ვაძლევთ რეკომენდაციას მშობლებს, რომ ძუძუ აჭამოს აუცილებლად, მაქსიმალური დაცვა რომ მოხდეს ანტისხეულების გადასვლა, რადგან ამ დროს ბავშვს საერთოდ არ აქვს ჰუმორული იმუნიტეტი, აქვს მხოლოდ უჯრედული იმუნიტეტი და ჰუმორული ანტისხეულების წარმოქმნა ეს იგივე ჰუმორული იმუნიტეტია, წარმოიშობა შემდეგ, როდესაც ვატარებთ ვაქცინაციას, ან როდესაც პაციენტს გადააქვს რომელიმე დაავადება და შეიძლება იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს, თუმცა ვაქცინაციით ჩამოყალიბებული იმუნიტეტი გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე დაავადების გადატანისას. ესეც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. მაია და ბოლოს თქვენი რჩევა, რეკომენდაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თემა იმდენ кейსებად დავყავით, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. რას ურჩევთ მშობლებს? მშობლებს ვურჩევ პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, ძუძუთი კვება, ვაქცინაცია, სწორი კვება და კვებაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ძილის რუტინა ძალიან მნიშვნელოვანია. კვების შემდეგ არის ძილი. ბავშვმა უნდა იძინოს დაახლოებით 9-დან 13 საათამდე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა და აუცილებლად ბავშვი უნდა დავაწვინოთ იმ დღეს, რა დღესაც გაიღვიძა, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან თუ ბავშვს აქვს დარღვეული ძილის რიტმი, მელატონინი არის დაბალი და ეს როგორც წესი განაპირობებს სტრესული ჰორმონების ზრდას, რაც გამანადგურებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური აქტივობა. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ახლოს ბუნებასთან. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტებს, რომ თუ გაქვთ სოფელი, გაიყვანეთ ეს ბავშვი სოფელში, იცხოვრეთ სოფელში, მოარიდეთ ქალაქის სხვაც გვაქვს, ბულვარიც გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, შეგვიძლია აბსოლუტურად დალოცვილი ქალაქი გვაქვს და შეგვიძლია ეს ბავშვები, რაც შეიძლება ხშირად გავიყვანოთ გარეთ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, ვინაიდან ჰიპოდინამია
ნიშნავს, რომ ნებისმიერ ასაკში არის ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოთახის ხშირი განიავება, ხელების ხშირი დაბანა და კონტაქტების თავიდან არიდება, რომ ავადმყოფი ბავშვი არ გაუშვან სკოლასა და საბავშვო ბაღში. რა თქმა უნდა, ეს უპირველეს და სხვა ბავშვები გარკვეულწილად იზრუნოთ სხვის ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. მაი აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს. ზუსტად მთავარი მესიჯები ის იყო, რომ მარტივად და გასაგებად და ერთი დაგვრჩენია, რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ, მაია, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჯანმრთელობას ვუსურვებთ. პირველ რიგში რა ჩვენს გვინდა. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოლდა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.